ახალშობილებისა და ჩვილების განავალი ხშირად არის მოუწვანო ფერის, რაც მშობლების პანიკას იწვევს ხოლმე. მოდი ვნახოთ რა განაპირობებს ამას. პირველ რიგში ეს დამოკიდებული არის საკვების ტიპზე, მაშინ ნაღლის მინარევზე და რამდენად სწრაფად გადის ეს საკვები კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. როდესაც საქმე ეხება ძუძუთი კვების ბავშვს, მოგეხსენება დედის რძე სწრაფად მოინელება და შესაბამისად ეს შესაძლებელია ბუნებრივად ლოგიკურად იყოს მიზეზი ერთ-ერთი და ძუძუთი კვების ბავშვებში ასეთი განავალი ხშირად გვხვდება. მეორე მიზეზი გახსოვდეთ, რომ ბავშვი, რომელიც იკვებება ხელოვნური ნარევით, აი ჰიპოალერგიული ნარევებით, სადაც არის ცილა დენატურირებული დაშლილი, მათთანაც შეიძლება იყოს განავალი მომწვანო ფერის და ესეც არის აბსოლუტურად ნორმა. და დამატებითი კვების დროს, როდესაც ჩვენ ვიწყებთ მომწვანო ფერის პროდუქტების მიცემას, ბროკოლი, ისპანახი მაგალითად, აქაც შესაძლებელია განავლის ფერი იყოს მომწვანო პერიოდულად და ესეც რასაკვირველია არ არის დაავადების ნიშანი. თუ მწვანე განავალს თან ახლავს დიარეა, ანუ ნაწლავთა მოქმედება არის გახშირებული, არის წყლისებრი, თუ შეიცავს სისხლს, თუ მას აქვს რაღაცა განსაკუთრებულად სხვანაირი სუნი, რაც აქამდე არ ქონია, ბავშვს აქვს ტემპერატურა, ძლიერი ჭირვეულობა, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, ვინაიდან ეს ნიშნები მწვანე განავალთან ერთად უკვე არამც და არამც არ არის ნორმის ვარიანტი.